მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, ვიმყოფებით საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში, თიანეთში. ცხეთა თიანეთი და მე ესე ვიტყოდი სუსხიანი დილო მშვიდობისა თქო რა, იმიტომ რომ -6-ია, ქარია, მაგრამ თავარი ფრაზა, როდის იყო ეხა მონადირეები ჩვენ ყინვა და ქარი გვაჩერებდა. მოგეხსენებათ, მოპოვებული გვაქვს ლიცენზია ცხეთა თიანეთის რაიონში ტურის და გლის ამოღების, პლაცებლის ამოღების. ერთხელ შემოგთავაზეთ მე და მარლენმა უკვე ვიდეო, სადაც ამ ადგილებში კარგად ვინადირეთ მე და შენ. დიახ. და მარლენ ძალიან გაუმართლა და ერთის მხრივ სამწუხაროდ წარმატებული იყო ეგ ნადირობა. სამწუხაროდ იმიტომ ვიძახი, რომ იყო, მაგრამ ეხლაც იქნება. ნახე, თუ არის წარსული, არის მომავალიც. ხო, ნახოთ რა გამოვა. მოკლედ, ამოვედით ბიჭები თბილისიდან, დაგვხდნენ ადგილობრივები, ეხლა წავიდნენ ჩვენი მასპინძლები, ნახავენ. შემთხვევით შველი ხო არ არის შესული, იძლევა თოვლი ამის საშუალებას რო კვალი ნახონ. თუ ნახეთ, რომ იმ ლოკაციაზე შველია შესული, გადავინაცვლებთ და სხვა გავინადირებთ. თუ ნახეთ, რომ შველი შესული არ არის, თამამად ვინადირებთ ტურებზე და თუ გაგვიმართლა მგელზეც. ხაზი მინდა გაუსვა მეგობრებო იმ ამბავს, რომ მონადირეები განსხვავდებით ბრაკონიერებისაგან და ყველას მოგიწოდებთ, რომ მეტი დაფიქრებით ვინადიროთ ხოლმე. ეხლა კი გამოვყევით, ვინადირეთ ჩვენთან ერთად და არხის გამოწერა არ დაგავიწყოთ. ეხლა იგეგმება სტრატეგიულად გავთვალოთ მარექსაც რომ ასე ვთქვათ არ გაუჭირდეს სიარული და თან რეალური სიტუაცია შეხვდა სანადირო ნომრებიც დაიგეგმება ეხლა და ძალიან მალე შევუდგებით საქმეს. ვიწყებთ ეხლა ნომრებში გადანაწილებას. ხრახნი ვისაც აქვს ბიჭებს დავაყენეთ. ორი კაცი და ჩვენ ნომრებში ჩავაგებთ. ანუ ზედა მხარე გადავკეტოთ? რატი? აი ამ ბუჩქნარის უკან ვიქნები მე იქით ამ მხრიდან და შენ ცოტა ზევით გაუჩერდიო ბიჭებმა რა. მოკლედ, მარლენი და საბა დაუკეტავენ შუა წელს, ასე ვთქვათ, რატიკუნა ცოტათი მაღლა აიწევს და მე ბაბუ და ჯუბო ქვემოთ ჩავდივართ. და მე აი ასე გამოდის ხოლმე. დაახლოებით ან ქვევით, ან აქ გამოდის ხოლმე. ყოფილა მომენტი, რომ აი გზევით ასულა ხოლმე. და აქედან იქ წვდები ახლა ბიჭები სადაც არიან, იქ რომ დაინახო შეგიძლია თავამათ ეს რომ წვდები რა. დაუჯიქი ნომრებში გადავნაწილდით. ჩემ შემდეგ ერთი ნომერი იყო ჩასასვლელი, ჩვენი მასპინძელი ჯუბო და დარწმუნებული ვარ დადგა. ეს იმას ნიშნავს, რომ სარეკი ძალიან მალე დაიწყება. აი ესეთი ადგილი შემხვდა საკონტროლოდ. საკმაოდ ესეთი ნორმალური მინდორი არის. აქედან მარჯვენა მხარიდანაც ამოსასვლელი აქვს, ამოსვლა გადაწყვიტა თუ არა და აი ასე წამოვა. ნუ всё, დაველოდოთ ხა მოვლენების განვითარებას. როგორც მოგახსენეთ, სარეკი წუთი-წუთზე დაიწყება. ჩავდექი ნომერში. ბიჭები გადანაწილდნენ აი ძელს თუ ხედავთ, იმ ძელის უკან მიდის კაცი
ქვევითაც არიან ბიჭები გადანაწილებულები, იქით ქვევითაც დაკავებულია ადგილი. აქეთ რატი დგას, რა თქმა უნდა, თქვენ მას ვერ ხედავთ, ეხა ეფარება ეს გორაკი. აქეთ ჩვენი მეგობარი დგას, ამ ბუჩქებს მიღმა. მოკლედ პეიზაჟი საინტერესოა. სუფთა ჰაერი, ცივა. რაც სიმართლეა. მაგრამ გომისროლა გასროლა იყო ორი, არ ვიცი სარეკია. შეიძლება სარეკი დაიწყო, შეიძლება ნომერმა ისროლა უკვე. ქარია და ამიტომ ცუდად ისმის, ძაღლების ხმა არ მესმის. ბაბუ გესმის ბაბუ? შენ ესროლე ხო? მაგრამ შორს იყო და უკეთიდან გამოვიდა ვაფშე. ზემოდან ქვემოთ მორბოდა ვაფშე. სუსხავხი. კი, იმიტომ რომ ძაღლებმა ჩემს ქვემოთ გადაიყვანეს უკან ალბათ და წრე დაარტყა. კარგი, ვერსად ვერ წავა, ყველგან შეკრული გვაქვს, ყურადღებით ვიყოთ. ძაღლებმა ალბათ ერთი გადაიყვანა. ბაბუს უკიდან მიადგა. დიდი ალბათ მიფიქრე მოხდა. მაგარი ადრენალინი კი წამოიღო, ხო იცით თქვენ? ბაბუმ ახლა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მაღლა ადის. იგივე სცენარი გამეორდა. ძაღლმა ქვემოდან გამოიყვანა, იქ ჯუბომ ესროლა, მაგრამ დევნა იქითკენ გაგრძელდა, შეიძლება დაჭრა და დაეწივნენ, იმიტომ რომ ყეფა გაჩერდა. თუ არა და შეიძლება ისე მაღლიდან აიყვანონ, მაგრამ უკვე ბაბუ მზად იქნება. ყეფა გაჩერდა, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ დაჭრილი იყო და მიაგნეს ძაღლებმა. ცოტა ხანში გავიგებთ. მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემოვიწიო აქეთ, მაგრამ აქ რამდენად შევალ, არ ვიცი, გაუვალია. შენ და საბას გხედავთ და რატი სად დგას? აბა დავაყენე ჩემ ნომერში და მე ვარ ახლა ეს ხელს რო ვიქნებ. ხო და რატი დგას ჩემგან მარცხნივ დაახლოებით 150 მეტრში. გასაგებია, კარგი ბატონო. როგორც ხედავთ, ნომერი შევიცვალე და პოზიცია შევიცვალე, იმიტომ რომ მაღლა არ გამოდის ტურა, ორივეჯერ გამოიყვანა ქვემოთ და მარტო არ იჯუბოდა უჭირს ამხელა ტერიტორიის კონტროლირება. აქედან გამომდინარე, მე ამ გამოსასვლელებს და გზებს გავაკონტროლებ, ბილიკებს, ჯუბო უფრო ქვემოთ ჩავიდა, უფრო ქვემოთ ჩაიწია. ნახოთ აბა ეხლა როგორ განვითარდება მოვლენები. ბიჭებო, ჩემამდე ძაღლები იყვნენ, დასაწყისში ამოსულებს თავიდან მელია დავინახე ძალიან შორს, როგორ გაძღა და ეთქობა მაგას მოყვებდნენ ამ ხევს. მას მერე ვფიქრობ, რომ ამ ხევში ნადირი აღარაა.
სავარაუდოდ ლოგიკურად ფიქრობ. ეგრეა ეგრე ზმაო კი. სამწუხაროდ პირველ მორეკვაზე ვერ მოვიპოვეთ ამ დაწებელი. ჯუბოს მოუწია ორჯერ სროლა, მაგრამ ორივეჯერ სავარაუდოდ შორს და გაუვიდა და გადავიდა იქითკენ. იმედი მქონდა რომ ხრახნიანები ვინც იყვნენ ბიჭები ისინი ისროდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ხევ გავიდა მეორე ხევში მინდორი არ გადაკვეთა და სამწუხაროდ შედეგი არ დაგვიდგა. ეხლა ნელ-ნელა ავიშლებით და მეორე სარეკს შემოგთავაზებთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. პირველი სარეკი დასრულდა, იყო გასროლები თქვენს გესმოდათ, მაგრამ სამწუხაროდ მონადირებული არ ყავს. ეხლა იგეგმება მეორე მორეკვა ჭალებში, იმედი გვაქვს, რომ აქ გაცილებით მეტი პერსპექტივა იქნება წარმატების. დადექი იცისა. თუ რაღაც არის გადავხედავ ზემოდან იგი რა. კაი ბატონო. რატი წავიდა დოლიძეს შიგნით შეიწევა, მე აქ გავჩერდები. აი ამ გამოსასვლელს პატარა მიგრებს აქეთიკიდან და აი ამ გამოსასვლელებს ვეცდები გავაკონტროლო. ბაბულიკა იქნება იქითკენ. ნომერში ვდგები. ადგილობრივმა გადაგვანაწილა ჩვენმა მეგობარმა, რომელიც კარგად ერკვევა აქაურ ლანდშაფტში. არის აი აქ შესასვლელიო. იმ შესასვლელიდან იხსნება ხედიო. წავიდეთ და ვნახოთ რა ხედი გვეხსნება. მოკლედ მოვედით ჩვენს ნომერზე. გულისხმის აბა ყველა ხართ კავშირზე. 13 საათი არის და დაიწყო მორეკვა. ეხლა დაიწყო ძაღლმა ყეფეს გამიწვია. ალენ დევნა არის თქვენ არ გესმენთ? მე არა. ხო და ჩვენ გვესმის და ყურადღებით იყავით. ერთი ტურა გაჩერდა. ვა, თქვენ გაიხარეთ, საღოლ სარეკმა აიღო, ხო? ხო, შიგით. ძალიან კარგი. ერთი ტურა აიღო სარეკმა, რაც ძალიან მესიამუნა, სიმართლე გითხრათ. კიდე ორი არის შიგნით, როგორც ბიჭები ამბობენ. ეხლა დააყენებენ ძაღლს ახალ კვალზე და პრაქტიკულად თავიდან დაიწყება სარეკი. ჩვენმა მეგობრებმა გვაუწყეს, რომ ერთი ტურა აღებული არის სარეკში, ვინც იყვნენ ბიჭები, იმათ გაუმართლათ. მალე დაიწყება ახალი მორეკვა. ეს ტურა გამოყავთ თურმე გარეთ. ტოვებ ნომერს. მივიღე შეტყობინება, რომ ძაღლები გადაყვნენო, გავიდნენ უფრო შორს, ვინმე ჩვენ ვართ და აზრი დაიკარგა აქ დგომის. ასე რომ ვატყობ, ნადირობა სრულდება. ეხლა გავალ ბიჭებს ნახავ. რას მოვიფიქრებთ, ერთად გადავწყვეტთ და თქვენც გავუწყებთ. რა მოვდივარ რა და უნებლიეთ ვაწყდები აი ასეთ ვითარებას. ამის გამოა რომ მონადირეები დავდივართ და ვცდილობთ მტაცებელი იყოს, რაც შეიძლება ნაკლები.
ზოგადი წარმოდგენისთვის. მონადირეებო, ნადირობა დავასრულეთ, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით, თუმცა გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა ჩემოგულდა. კი, სამწუხაროდ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ორჯერ ქვემოთ გავიდა ტურა, მოხდა გასროლები და აცილებები, იმიტომ რომ შორს იყო ბუჩქები და ნუ ჩვეულებრივი მომენტი არის ნადირობის დროს. და კიდე ერთი კაცი უნდა და იქ მე რომ მკითხო რა, იმიტომ რომ ვერ ეყო მარტო ჯუბო აქეთ-იქით სერვისი რა და ორი ტურა გაგვივიდა ამის გამო და სამწუხაროდ ეხლა აქ ამ სარეკში სადაც მოვინადირეთ ერთ-ერთ სარეკმა სადაც მოვინადირა ეს ერთი ტურა იქაც ორი გავიდა რა ანუ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და სარეკმა დაინახა ზემოთ როგორ გავიდა ორი ტურა სადაც გადაკეტილი არ გქონდა არა უშავს შედეგი დადგა ჩვენ ხო სულ იმას ვამბობთ რომ არ არის რაოდენობაზე ორიენტირებული ჩვენი არხი თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც კაცებაზე ვლაპარაკობთ, სასურველია, რომ გაკეთდეს ხოლმე ლიცენზია დაიხუროს ხოლმე, მაგრამ ნუ ესე ადვილი არ არის ხახნო. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის, იმიტომ რომ ღამდება ხმაური მოკლედ თავისაშვება რა ამ ნადირისა და ხმაურის მიღმა ისედაც თქვენ ნახეთ ეს კადრები, როცა გაჩვენეთ დაგრეჯილი უკვე აღარ არსებული ძროხა. მოკლედ ნადირობა ასეა თუ ისეა მაინც ერთი შედეგია, კაცო, რას ლაპარაკობ? დიახ, ერთი შედეგია და კვლავ ვიქნებით კიდევ აქ, მე მგონი არაერთხელ. ნუ ფაქტი არის ის, რომ სანადირო სეზონი დამთავრდა, ეხლა აქტიურად გადავერთვით მედეშენ კაცებელზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაყურებელს უფრო საინტერესო ნადირობებს შევთავაზებთ. იმედია. გამოგვიწერეთ. მომავალ შეხვედრამდე გამოგვიწერეთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.